მარტო მინდოდა ყოფნა. ვიცი რასაც ნიშნავს, როცა მარტო დარჩენა გინდა. ადამიანს ზოგჯერ გონია, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. კარგად გიცნობ ასე. ახლა სწორედ ასე ფიქრობ. მაგრამ ჩემი შვილი გამოსავალს ყოველთვის მოძებნის. მარტო დარჩენა გამოსავალი არ არის შვილო. ასე საქმეს კიდევ უფრო გაართულებ. ჩემთვის ყველაფრის თქმა შეგიძლია. თუ აღარ გიყვარ ვარ. რატომ არ მიყვები? დემირს უკავშირდება? მამასაც კი არ უმხელ რომ გული გადგინეს. ამის მიზეზი სიამაყეა? სიამაყე ზოგჯერ სრულიად დამანგრეველი გრძნობაა ასე. მომავალს ანადგურებს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. არ მინდა შენც იგივე დაგემართოს. მისმინე. რასაც ახლა გეტყვი, ხმამაღლა არასდროს მithქვამ შვილო. სუჰეილასთვის მხოლოდ ერთი შეკითხვა უნდა დამესვა, მაგრამ სიამაყემ ხელი შემიშალა. ეს კი რად დამიჯდა შენც კარგად იცი. ზოგრამეზე ხელახლა უნდა დაფიქრდე ასე. არ მინდა ოდესმე წარსულს რომ გადახედავ. ინანო სიამაყეს რომ ვერ გადააბიჯე. მე მელეკთან მივდივარ. მამა, მე რომ გითხარი, იმ სკოლა-ინტერნატში ყველა მასწავლებელი ცნობილი მუსიკოსია. მეც იქ მინდა ვისწავლო. მაგრამ თქვენ არაფერს მეუბნებით. ჯერ ეს სკოლა დაამთავრე და მერე ვნახოთ. გამოცდებისთვის როგორ მოვემზადო? ახლავე უნდა ვიცოდე. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, ჯეილან, კარგი? ასე, მოიცადე. ამ შუაღამისას სად მიდიხარ? რა დროს ცხენი ცეირნობა? ახლავე უკან დააბრუნე. ეს ცხენი აქ ვეღარ დარჩება. ასეთი სერიოზული ვითარებაა? იცოდე ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ გადადგა ასე. არ მინდა ისეთი რამ გააკეთო, რასაც შემდეგ მწარედ ინანებ. ხვალამდე ვერ მოვიცდი, მამა. გამიშვი.
გონჯას ძალიან გაუხარდება ნერიმან ხანიმ. რომ დამერეკა მეტყო და არ ჩამოხვიდეო, ამიტომ არ დავურეკე ოკეშ. დედა მესტუმრაო, ალბათ გაუხარდება, არა? დედა, აქ საიდან გაჩნდი? მობრძანდით. გამარჯობა შვილო. ძალიან მომენატრე და ჩამოვედი. შემოდით. ბიძია ოკეშ, რას უდგახართ? შემოდით. არა. მე უკან ბრუნდები. გმადლობ შვილო. დედა. მეც მომენატრე. გონჯა, ჩემო ლამაზო გოგო. ჩემო საყვარელო. კეთილი მგზავრობა ოკეშ. გმადლობ ბიძია ოკეშ. ნახვამდის. გამარჯობა, მოგბრძანდით. გამარჯობა. ბატმა, გისმენთ ისანბეი. ამაღამ ჯეილანთან დარჩი, გთხოვ. რა თქმა უნდა ისანბეი. წადით. დედამისი რადგან აქ არ არის, ისედაც ვაპირებდი მასთან დარჩენას. ცხენი უკან მოგიყვანე. ეს საჩუქარია ასე. საჩუქარს უკან აბრუნებ? მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ჩემი ვეღარ იქნება. ერთმანეთისთვის მიცემულ ვერცერთ საჩუქარს ვეღარ შევინახავთ. მით უმეტეს რომ შენ დაქორწინება გადაწყვიტე. ხო ხშირად თქვი გავიგონე. სწორად გაგიგია. მაგრამ რატომ ბრაზობ? დაქორწინების გადაწყვეტილება მარტო მე არ მიმიღია. ბოლოს და ბოლოს ისეთი ადამიანი იპოვე, რომელსაც შეგიძლია ენდო. ალბათ ბედნიერი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ასე არ ხდება, ორივესთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა. ალბათ შენი მადლობელიც უნდა ვიყო. კარგი, მაშინ შეგიძლია ცხენიც უკან დაიბრუნო. როგორც გინდა, დამიტოვე. იცოდი ასე. ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანად იქეცე. ყველაფერი იმ დღეს დამთავრდა მედალიონი რომ მოიხსენე. შენზე იმ დღეს ვთქვი უარი. ბედნიერებას გისურვებ. ნაკვეთებში ათმაგ მოგებას ვნახავთ ალი. ასეთი სიჩქარით რომელიმე სპორტული მანქანა მოძრაობს? ხო. კარგ საქმეს გავს. კარგი რას მიქვია? საუკეთესო საქმეა. ფიქრობ უკვე შეგვიძლია ჩვენი კომპანიონობა დაულოცოთ. ამ საქმეში მხოლოდ ერთი პირობით მივიღებ მონაწილეობას. პირობით? რა პირობით? ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს. ერთხანს საქმეს ისე გაუძეხით, ვითომ მე არ ვარსებობ. მრბოლელის ტაქტიკა? როცა დრო მოვა, მაშინ გავამხელთ, რომ კომპანიონები ვართ. ეს მე მომანდეთ. ტკბილეული. როგორც ჩანს, ისევ არაჩვეულებრივი გამოგვსვლია, ჩემო დედოფალო. ბევრს იშრომებდი. წადი, წადი, წამოწექი თუ გინდა. წადი.